ჭეშმარიშვილი, ვარ 34 წლის, სწავლობ ალიკანტეს უნივერსიტეტში ტურიზმის სპეციალობით, რამე ვსწავლობ საქართველოსთვის. დავამთავრე საქართველოში ზესტაფონის ნომერ 4 საჯარო სკოლა და ამის დასრულების შემდეგ ჩავაბარე თბილისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კერძოდ ესპანური ფილოლოგიის განხრით. შემდეგ იქ ვისწავლე 4 წლის განმავლობაში და ამის დასრულების შემდეგ უკვე მომიწია საქართველოს დატოვება და გადმოსვლა კერძოდ ესპანეთში, ალიკანტეში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად. ეხლა მაგალითად მუშაობ სადიპლომო ნაშრომზე და თემად ავირჩიე საქართველო როგორც ტურიზმში განვითარებადი ქვეყანა და სოფლის ტურიზმის განვითარება. Alex, დაიწყე. ჩემი დილა იწყება, ვიღოცებ 7 ზე. თავისთავად ჯერ მე ვემზადები, მერე ვაღვიძებ ჩემ შვილს, ალექსის. მე მყავს სკოლაში, დაახლოებით 8 საათზე გავდივარ სახლიდან. ალიკანტეში გადმოვედი, ვინაიდან დედაჩემი ცხოვრობდა აქ და გადმოვედი აქ ოჯახით. რა თქმა უნდა, ყოველთვის მქონდა ესპანური ენის, კულტურის მიმართ ინტერესი და ამანაც განაპირობა ის, რომ სწავლობდი იქ ჩავაბარე ესპანურ ფილოლოგიურზე, ასე თუ ისე ენა შევისწავლე და აქ ჩამოსვლის შემდეგ მოხდა ისე, რომ შემეძინა ბავშვი. ეს პერიოდი რაღაც დაახლოებით 2-3 წელი მთლიანად დაუთმე მას. მე საქართველოში რესტორანში მუშაობდი, საკმაოდ ცნობილი რესტორანი ოდიში, თუ გეცოდინებათ ალბათ. და მე იქიდან მოვხდი აქ ესპანეთში 2004 წლის 9 დეკემბერი იყო, რომ ჩამოვედი სამთვის პერიოდი. დამკვდენ ქართველი ოჯახები მიმიღეს და შემდეგ ნელ-ნელა ასე ავიწყე ცხოვრება. შემდეგ წამოვიყვანე ნინო, საბუთები გაუკეთე, ნინო ფეხმძიმეთი იყო და პატარა ჩემი ოქროს ბიჭი აქ დაიბადა. ასე არ არის ადვილი ემიგრანტის ცხოვრება, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის დახმარებით, ერთმანეთის გვერდში დგომით ყოველთვის, რა ვიცი, არის საშუალება, რომ ჩვენ ახლობლებსაც მივეხმაროთ და გვერდში დაუდგით. უნდა დააგემოვნოთ ქართულს კი არ ემგონება გემოთი. რა თქმა უნდა, ქართულის სულ სხვა გემო აქვს, ყველაფერს სხვანაირი გემო აქვს, მაგრამ ჩვენ ქართველები ვცდილობთ, რომ დავამგვანოთ ყველაფერი ქართულს. იმდენად ბევრია ქართველები, რომ ალბათ რომ საუბრობთ ხოლმე ერთმანეთს უი გამარჯობა. ესე თუ ვიცნობთ ხოლმე და გამოგველაპარაკებიან. თორე ჩვენ ვინც ადრინდელი ქართველები ვინც ვიყავით, ისინი კი ვიცნობთ ერთმანეთს და გვაქვს ერთად მივდივართ, მოვდივართ. არ არის ადვილი ემიგრანტის ცხოვრება. თქვენ რა სიტყვით? იმის შემდეგ, რაც დედაჩემი აქ ცხოვრობდა და ვიცოდი ამ უნივერსიტეტის შესახებ, ყოველთვის მქონდა ის ოცნება თუ მიზანი, რომ მე აქ მესწავლა. და ვინაიდან არ მოხერხდა იმის გამო, რომ მე იქ უკვე დამთავრებული მქონდა, ის გაცვლითი პროგრამა ვერ მოვახერხე მეორე კურსიდან გადმოსვლა. ეს ყოველთვის მქონდა იდეაში, რომ მე აქ მესწავლა. თუმცა ამას როგორ განმახორციელებდი, ჯერ არ ვიცოდი.
პარაკში ხაჭაპური დამეცვა ცოტა. რა უშავს. წავიდეთ ახლა სუფრასთან. კეპატიჟებით. ხამონი თუ ის რაუბადე. რაღაცა პერიოდი 2-3 წლის შემდეგ როცა ალექსი წამოიზარდა, მქონდა ის მომენტი, რომ არც აქეთ ვიყავი, აქ ესპანეთში და ვერც საქართველოში დაკარგულად ვგრძნობდი თავს. თან ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება და იმის სურვილი, რომ რაღაც ახალი მესწავლა. გაიზრდება და ამთავრებს თვითონ გადაწყვიტავს მე საეწაო და ბებია რა თქმა უნდა უფრო დიდი ვიქნები და დაბრუნდები საქართველოში ჩემი წაწყარზე მე იქ ჩამოლებ ნახავენ თვითონაც იქნები ისეთი ცხოვრება მოვიდეს რომ ბავშვებიც და სულ ყველა დაბრუნდეთ იქ უკეთესია მე მგონი იმედი მაქვს რომ საქართველოს იქნება ესეთი იმაში რომ ყველა დაბრუნდებით ყველა ქართველს აქვს მაგის სურვილი რომ დაბრუნდეს, მაგრამ ეხლა ჯერჯერობით ალბათ ეს ეკონომიური პირობების გამო გვიჭირს დაბრუნება. მე კი ვიცი რომ ნამდვილად დაბრუნდები, ალბათ რამოდენიმე წელი და ჩემი მამა პაპისეულს აქვს კარში. 2021 წელს ჩავაბარე მაგისტრატურა კულტურული ტურიზმის განხრით და დავიწყე მაგისტრატურის სწავლა აქ ვინაიდან მქონდა საფუძველი და ბაკალავრი მქონდა საქართველოში დამთავრებული ეს ადვილად მოხერხდა ენის სერტიფიკატიც თავისთავად მქონდა რადგან იქ ესპანური ფილოლოგიური დაამთავრე ასე რომ მოხერხდა ადვილად ჩემი სამაგისტრო პროგრამაზე მიღება სადღაც 2 თვე 3 თვე ვისწავლე და დავტოვე წაგისვაზეთ Davide Lomo. Lomo tu salmoni. Ramlikne. მედიდა მისათი არ დაგვიგეთ. საქართველოსია ძალიან შეყვარებული. პატარა იყო გამოგვიცხადა რომ ესპანურად არ გამელაპარაკოთ. თუ ვინმე ესპანურად ეტყვით რამეს, არ უპასუხობს. ასე რომ დავტოვე და შემდგომ მქონდა ისეთი განცდა რომ რა თქმა უნდა იყო ის რომ აი რატო დატოვე უნდა დაგემთავრებინა რაღაც ერთ წელში დაამთავრებდი ეს არ უნდა გაგეკეთებინა მაგრამ მე მაინც ჩემს შინაგან ხმას მივყავი მე რაც ჭირდებოდა და რაც შემავსებდა უფრო მე მინდოდა ტურიზმზე სწავლა მაგრამ მე მინდოდა უფრო საფუძვლიანად შემესწავლა და ავირჩიე ეს რთული გზა, შედარებით რთული გზა, იმიტომ რომ ახლა 1 წელი და 2 წელი და 4 წელი ერთმანეთისგან განსხვავდება. 22 წელს ჩავირიცხე ისევ ალიკანტის უნივერსიტეტში, ოღონ ბაკალავრზე, კერძოდ ტურიზმის სპეციალობით. რომელიც რათია? ვინაიდან დედაჩემი უკვე აქ ცხოვრობდა, მე მქონდა ლეგალური ცხოვრების უფლება ეს გაკეთებული და მოვახერხე ისე რომ ვაღიარებინე და აპოსტილით დავამოწმებინე ჩემი სკოლის ატესტატი თუ ცოტა ისეთ უკან პერიოდებში გადავიხედავთ ხო 11 კლასი იყო, მე შეიცვალა და 11 კლასის დამთავრებულებს უფრო უჭირთ და უფრო ითხოვენ მეგრემ 1 წელი მერე გჭირდება რომ აქ ისევ სკოლაში ეს უნივერსიტეტის წინა პერიოდი გაიარო და ის გამოცდები ჩააბარო. აღიარებას დაჭირდა 3 თვე ონლაინ შევავსე განაცხადი, დავტვირთე ყველა ეს საბუთი, ჩემი აქაური დამადასტურებელი საბუთი ლეგალური ცხოვრების ატესტატი ნიშნებით დამოწმებული. უკვე სექტემბერში მომივიდა პასუხი რომ მოვხვდი ჩემს სასურველ ფაკულტეტზე, სპეციალობაზე და უკვე აქედან დაიწყო ჩემი საუნივერსიტეტო თავგადასავალი. დღეს დაგიწერს რომ შემდეგი თემის გამოცდა და ხო, მე 7 თემას იმიტომ თავდება. ეგ რომელ საგანში? კასტელიანში. ესპანური სკოლა, ქართულთან შედარებით. არ ვიცი, მე აქ სკოლაში არ მისწავლია პრინციპში, მაგრამ რასაც ვხედავ, ყოველი თემის ბოლოს, ეხლა ალექსი მე-3 კლასია ჩვენი შედარებით, ჩვენ სისტემაზე რო განმოვიყვანოთ და მეყოფილები ვართ. კი, ოღონდ ერთი გული გვწყდება, რომ
ალექსის ამ ქართულ ენას და ქართული წერა-კითხვა იცი, სახლში მეცადინეობს, რაზედაც გული წყდება არის ისტორია. ამიტომ ეხლა ვაპირებთ ისტორიის წიგნების ყიდვას და სახლში მეცადინეობას. მასწავლებელი ძალიან მოწონს ალექსის. საჯარო სკოლაა და მოყოფილები ვართ. ერთი წუთი გვაქვს დრო. არა შეესწადი, ჩვენ ადრე ჩამოვედი. ფეხბურთი გაქვს. მეგოწადი ვართ. მე მოვარ საღამოს ვარ. ჩვენ დავდივართ საჯარო სკოლაში და ცოტა შორს გვაქვს რა, ფეხით არ დავდივართ. ჭირდება ტრანსპორტი. იმიტომ რომ იქ კარგი სკოლაა, ერთ-ერთი საუკეთესო სკოლაა და მაგით დავდივართ ავირჩიე. თუმცა აქ მე ცოტა ახლოს გვაქვს აი ესე შემდეგი მომდევნო შესახვევია კერძო სკოლა მან გვინდა გადასვლა და 2 წელია ვცდილობთ მაგრამ ვერ მოვხდით ჯერ მოლოდინის სიაში ვართ ხოლმე და ასე რომ მომავალ წელს იმედი გვაქვს რომ მოვხდებით მაგრამ ახლა უკვე ალექსის აღარ უნდა იქ მოხვედრა ამ წელს იმიტომ რომ მასწავლებელი მოწონს ძალიან და სანამ ეს მასწავლებელი მეყოლება არ მინდა რომ სკოლა შევიცვალოო ხო Y para ir. Por la noche también estoy. La verdad que no la dejan nunca. Como debe de ser. No, es que no ha habido que ha dicho como está todo el día, digo que por la noche también. Próxima parada, edificio Gardiner. სკოლაში 9-ზე მანე ვასწრებთ ეს ფილტრაცია უნდა გავიგეთ. ფილტრაცია. ერთზე გავიგეთ, ახლა მეორეზე, მაგრამ ესე ძალიან შველი. ზოგჯერ საერთოდ არ ვიგებთ. აბა კარგად ხეინა ბედნიერი დღე ჩემთვის აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძალიან მოსახერხებელია, კომფორტულია, რადგანაც მიწევს ავტობუსით მიწევს სკოლამდე მისვლა და შემდეგ უკვე ვიყენებ ტრამვაის. ეხლა მოდის ეს ყოველ 10 წუთში ერთხელ. კომფორტულია, გადავადგილდები სწრაფად, თან საკმაოდ ბიუჯეტურიც არის, მაგრამ
30 წლამდე მით უმეტეს ახალგაზრდებისთვის არის უფასო, გვაძლევს ამის საშუალებას და აქედან გამომდინარე მისი ადგილას შემიძლია კომფორტულად, მარტივად და სწრაფად გადავადგილე, თარასთავარია უსაფრთხოდ და თავიდან ავიცილოთ საცობები. მაქვს სახელმწიფო დაფინანსება, უკვე 4 წელია. აქ ცოტა უფრო სხვანაირად არის სისტემა, არა მხოლოდ გიფინანსებს სწავლას, არამედ სხვა გათვალისწინებული აქვს სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯებიც და წელიწადში ერთხელ ხდება ორჯერ ამ თანხით ჩარიცხვა და დაახლოებით 2500-3000 ევრომდე გამოდის ეს დაფინანსება. თუმცა აქ განიხილავენ არა მხოლოდ შენ აკადემიურ სწავლებას, ნიშნებს, არამედ შენს ეკონომიურ მდგომარეობას, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რაღაცა ნიშნული, ზღვარი, თუ იმას გადახვედი, უკვე შენ ეს არ გეკუთვნის, მაგრამ თუ ამ ზღვარს რაღაც ციფრებია, ქვემოთ ხარ, ესე იგი ჭირდება ეს დახმარება და შენ ამას იღებ, ხო? ერთ-ერთი წინაპირობა არის ამ დაფინანსების, რომ ისევ ერანაირად არ მიიღებ, რომ 9 საგანი აუცილებლად უნდა ჩააბარო. დაფინანსება მე ძალიან გამომადგა და ამის წყალობით ვწავლობ ალბათ და იმიტომ რომ რთული იქნებოდა მაშინ უნდა იმუშა, არ დამჭირებია მუშაობა, მთელი ჩემი ენერგია და დრო მიუძღვენი სწავლას. მე დავამთავრე ბაკალავრი 2016 წელს და პირველი განსხვავება რაც არის, ჩვენთან საგნები არის 5 კრედიტიანი, აქ არის 6 კრედიტიანი. ეს 5 კრედიტი ძირითადად მიმართულია თეორიულ ცოდნაზე. აქ ჩვენ გვაქვს 6 კრედიტი და ძირითადად ამის ნახევარი 3 კრედიტი დათმობილი აქვს პრაქტიკებს. შეღავათის მხრივ არ მქონია ესეთ რაღაც. შეიძლება უფრო წერის დროს, როცა უკვე გამოცდები იყო, არის ხოლმე ზოგი არის წერითი, ზოგი არის ტესტური, ხო? ამ წერის დროს შეიძლება რაღაცა დაეშვა ლექტორს ის, რომ აი უცხოელია რაღაცა სხვა მხრივ იქ პრეზენტაცია იქნება, მოითხოვენ იმ აკადემიურ დონეს, რაც შესაბამებოდა იმ კონკრეტული საგნის მოთხოვნას. ანიმა. კიდე? აი. აქ ცოტა შრავად. გაიხატე, ეკა წყალი არ დავალიე. საქართველოს მეცეთ უნივერსიტეტში ხო? ხარი მართლა. ხარი მეტი. ეხლა ვართ ალიკანტეს უნივერსიტეტის შიდა ეზოში. ეს კერძოდ ახლა მივდივართ ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის აულარიო დოს და ეს არის მთავარი ბიბლიოთეკა, რომელიც ასევე შეესაბამება ჩემ ფაკულტეტს და ეხლა განახებთ სადაც ჩემი დროის კიდევ ძალიან დიდ ნაწილს ვატარებ კერძოდ ბიბლიოთეკაში და ავართ ეხლა მათ. აი შენობა არის ბიბლიოთეკის შენობა, დაბლა სართული, რომელსაც აქვს 24 საათიანი სამკითხველო დარბაზი. თუ მაგალითად მთავარი ბიბლიოთეკა იყო დაკეტილი და ვერ შევძელით იქ შესვლა, ეს გვაძლევს იმ საშუალებას, რომ ნებისმიერ დღის, ღამის ნებისმიერ დროს შევიდეთ და ვიმეცადინოთ და ასევე შესაძლებლობა აქვს არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ გარე პირებსაც შევიდნენ, ამიტომ არ არის აქ კონტროლი, რომ აუცილებლად სტუდენტი უნდა იყოს და შეხვიდე. აქ ყველა საფრთხება შევიდეს და თავისი საქმე გააკეთოს. საქართველოში გამომდინარე იქედანო ანაზღაურება დაბალია და ფასები დიდია, თავისთავად მეტად არ არის დაფასებული, ხო? ის შრომა და არაფერში არ ყოფნის სტუდენტს. სტუდენტებს თითქმის 8 საათი ჭირდებათ, რომ იმუშაო. ნახევარგანაკვეთიანი სამსახურები კიდე უფრო დაბალი შემოსავლის არის და ამიტომ აქ უფრო მარტივია. აქ უფრო ცოტა მეტი ხელშეწყობა აქვს. გვინანდელი რომ ხელფასები მაღალია, ცხოვრების დონე ესეთი ძვირი არ არის როგორც ჩვენთან, რომ უფრო მეტად დაფასებული იყოს ამ სტუდენტების მუშაობა, შრომა და შეათავსონ.
აქ ნაკლები სტუდენტი სწავლობს უნივერსიტეტებში, ვიდრე ჩვენთან. გამომდინარე იქიდან ვამთავრებთ მერე და სამსახურები არ არის, ხო? რაღაცნაირად ამას დავაბალანსებდი. ან ცოტა გავზრდიდი, არ ვიცი ხა რაღაც რეფორმები ტარდება, არ ვარ კარგად გარკვეული მაგაში, მაგრამ ცოტა უფრო ავამაღლებდი უნივერსიტეტში შესვლის ცოდნასა და მოთხოვნას, რომ შესაბამისად მე ხარისხით უფრო მაღალი იყოს. არ ვიცი ხლა ეს რეისი ბრალია, საკეს ბრალია თუ მაშინ უფრო ის ვიყავი, მე მაგალითად აქ უფრო ვგრძნობთ, რომ აქ უფრო ვარ როგორც უფრო ჩემს სიტყვას უფრო ფასი აქვს იმ ჩამოყალიბებული როგორც პერსონა, ხო? მოკლედ ალიკანტეს უნივერსიტეტში გვაქვს იმის ბედნიერება, რომ არის პატარა კუთხე, ქართული კუთხე, წიგნების კუთხე და პირველად ეს იყო ჩემთვის ძალიან სენსაციური აღმოჩენა მნიშვნელოვანი. ამ კუთხეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგან კულტურა და ლიტერატურა არის ის, რაც გვაკავშირებს ჩვენ ქვეყნებს ერთმანეთთან და გვიქმნის საერთაშორისო იმიჯს. Ya se puede devolver. უნივერსიტეტში საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ ახლა უკვე თავს. ხვდები ხომ ჩემს ჯგუფელებს, არის ის 1 საათია თუ მათთან ერთადაც ვატარებ იქ დროს. ძირითადად უნივერსიტეტში ვატარებთ დროს, იმიტომ რომ გვაქვს ამის შესაძლებლობა. უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო გამწვანება ეზო გვაქვს, დასვენების ადგილები გვაქვს და იქვე თავს ვგრძნობთ კომფორტულად. ეხლა მე მქონდა ლექცია, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც არ მოგწესა საშუალება, რომ თვითონ ეს პროცესი ჩაგვეწერა, გამოვედით და ვნახეთ სხვა ცარიელი კლასი, აუდიტორია და ეხლა მე მქონდა ტურიზმის ტერიტორიული დაგეგმარება, არის ასეთი საგანი, ლექცია მქონდა, ეს არ იყო პრაქტიკა და როგორც ხედავთ, ეს არის უნივერსიტეტ ალიკანტეს აუდიტორია, საკმაოდ დიდია. ეს გათვლილი არის მაგალითად უფრო ლექციისთვის, თეორიული ჯგუფისთვის არის გათვლილი, საკმაოდ დიდია, დაახლოებით 100 სტუდენტს დაიტევს დაახლოებით და რაც შეეხება ტექნიკას, გვაქვს, რა თქმა უნდა, ყველაფერი გვაქვს, ყველა პირობა. ჩემი თავარი მიზანი არის საქართველოში, როცა დავბრუნდები, იქ გამოვიყენო ეს ჩემი მიღებული ცოდნა და გადავიტანო პრაქტიკული უნარები. მიტოვებული სოფლების უფრო მეტად სოციალიზება, აქტიური პროგრამების გატარება, რაც ხელს შეუწყობს სოფლის ტურიზმის განვითარებას და ასევე მოგცემს იმის საშუალებას, რომ თავიდან ავიცილოთ სეზონური ტურიზმი, თავიდან ავიცილოთ ადგილების გადატვირთვა, რაც ერთიანად დადებითი მომტანი იქნება თვითონ მოსახლეობისთვისაც.